უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რა მუხლით არიან დაკავებულნი გააჩნიათ. მძიმე დანაშაული ნაკლებად უნდა შემსრულდეს ალბათ ჩემი აზრით. ჩემი აზრით უნდა გამკაცდეს ეს ზომები, რადგან რავი სხვანაირად ალბათ გაჭირდება კონტროლის დაწესება თვითონ საპატიმროებში და აი ეს დასწრებულებში. ამიტომ მე ვხრობი ამ გამკაცებას. ანუ კონტროლისთვის ახალ ისეთი მეთოდები არა, ცივილური მეთოდებით ასე თუ ისე რა. როგორიც ადრე. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ასაკურველია. პირველ რიგში უნდა ცივილურად დაჭირდება, ცივილურად უნდა მოექცნენ პატიმრებს. ფსიქოლოგია რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა იმუშაონ პატიმრებთან, რათა მდგომარეობიდან გამოიყვანონ და ასე უნდა მოხდეს ციხის პერსონალის გადამზადება ყოველთვიურად, რათა უფრო აიმაღლონ კვალიფიკაციას ვთქვათ და უფრო უკეთ მოექცნენ პატიმრებს. ეს უნდა შეიცვალოს და აღარ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრების მიმართ ასეთი მოთხრობა, რადგან ისინი ადამიანები არიან ჩვეულებრივი და არ აქვს ასე სახელმწიფოს უფლება პატიმრების მიმართ გამოიყენოს ასეთი ბერკეტები. ჩემი აზრით ეს პოლიტიკა ცოტა არ იყოს გადამეტებულია, იმიტომ რომ აქამდე თუ არანაირი საჭიროება არ ყოფილა იმის, რომ ეს ხელკეტები რაც რემსადენი გაზი გამოეყენებინათ, არ ამგონია რომ აწი გახდეს ეს ყველაფერი საჭირო. მით უმეტეს თუ პროგრესი არის მართლა და პროგრესი მიმდინარეობს თვითონ ამ სფეროში ციხის დარგში და უკეთესობისკენ მიდის, ჩემი აზრით ზედმეტი იყო ამ ყველაფრის შემოტანა კანონიერი. მაგრამ თუ რა თქმა უნდა მოხდება ან პუნქტი ან აჯანყება ან რომელიმე პატიმარი გაიქცევა, არ ამგონია ეს კანონში რომს არ ეწეროს, მაინც გამოიყენებენ ყველანაირ საშუალებას, რათა ეს ყველაფერი შეაჩეროს. ასე რომ კანონში ამის მითითება ჩემი აზრით საჭირო არის.